მოგესალმებით. მზად ხართ მორიგი დაშლა არ მოშლისთვის. მეხუთე ეპიზოდი იწყება. ძალიან მაგარი სლოგანია. Das Auto. ეს არის Volkswagen-ის სლოგანი, რომელიც მე მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი საუკეთესო სლოგანია, ზოგადად რაც კი სლოგანები შექმნილა. Volk გერმანულად არის ხალხი, Wagen არის ავტომობილი. ამიტომ სახალხო მანქანა ეს იყო მისი ფუძე, მისი დნმ-ი იყო იმაში, მდგომარეობდა იმაში, რომ ის ყოფილიყო სახალხო მანქანა და იყო კიდევაც, ხო? Volkswagen-ის განხილვაზე, როცა ვფიქრობდი, სუმიტრიალებდა თავში, რა შევადაროთ და რას უნდა შევადაროთ თუ არა? თანა პლატფორმელს, თანა კონცერნს, ბიძაშვილს თუ ძმას, რა ვიცი, რა დავარქვათ? Škoda Octavias. მოკლედ ისეთი დასკვნა გამოაქვს, რომ Volkswagen-ის TSI ძრავებს რაც ჰქონდათ პრობლემები, ამ თაობის ამძრავას აღარ აქვს. აი, აჰა, აქ რა მოგიყვანა შემადლიანა შენა. აბა, დაგვითვალე ახლა. რა დაგვიჯდება? ასეთი ჯეტას გამბაჟება 2024 წლიანის. Volkswagen ჯეტას გამბაჟება 2 და 0 ძრავით. ამას ჭირდება უკვე ულტრათხელი საწვავის დამზოგავი 0W20 სიბლანტე. კი ბატონო. რაც ცოტა არატრადიციული გერმანული მანქანისთვის. კი ბატონო. მაგრამ ეს ამას მოითხოვს ეკოლოგია. შენ გაქვს ერთი ისტორია ზეთთან დაკავშირებით. შოთამ შეაცვლევინა ვოლფსბურგელებს, მოგეხსენებათ Volkswagen-ი არის ვოლფსბურგიდან, ზეთის დაშვება და როგორ შეაცვლევინა ახლა ეს მოგვიყვებით. ეს ახალი თაობაა და როგორც დანარჩენ MQ-ს ბაზაზე დამზადებულ მოდელებს, ამასაც უკვე ჭირდება ახალი თაობის განსხვავებული სამოუჭრე სითხე. ბევრი ვიფიქრეთ, თუ ცოტა მივედი ასეთ დასკვნამდე. მოგესალმებით. მზად ხართ მორიგი დაშლა არ მოშლისთვის. მეხუთე ეპიზოდი იწყება. ჩვენ მზად ვართ. აგერ შოთა, აგერ მე და აგერ ჩვენი მანქანა. ეს გახლავთ Volkswagen Jetta. შოთა, Volkswagen-თან დაკავშირებით პირველი ასოციაცია რა მოგდის თავში? ნაცისტური გერმანია, ხოჭო. ხოჭო, სლოგანია რა? ძალიან მაგარი სლოგანია. Das Auto. ეს არის Volkswagen-ის სლოგანი, რომელიც მე მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი საუკეთესო სლოგანია, ზოგადად რაც კი სლოგანები შექმნილა. ერთ-ერთი, ყველაზე არა, მაგრამ ერთ-ერთი ნამდვილად არის. ჩემი პირველი ასოციაცია Volkswagen-თან გარდა Das Auto-სი არის Golf-ი. Volkswagen-ი არის Golf-ი და Golf-ი არის შემთთვის ერთ-ერთი საუკეთესო ქმნილება ავტო ისტორიაში, საერთოდ თავისი ყველა თაობით. მაგრამ დღეს გვყავს Jetta 2024 წლიანი, ფაქტობრივად ახალი, ამერიკიდან ჩამოყვანილი, მექსიკაში წარმოებული, ანუ ესეთი სუფთასისხლის ნაცისტური გერმანია არ არის. დღეს ჩვენს გამომწერებს და მაყურებლებს უნდა ვესაუბროთ და ვაჩვენოთ დეტალებში Volkswagen Jetta 7 მეშვიდე თაობა, ოღონდ ეს არ იქნება ჩვეულებრივი Jetta, რასაც ბევრი შეიძლება ელოდოს. ეს არის GLI 2.0 turbo ავტობან ვერსია. ავტობან ვერსია. კი. და რაც ის იქნება სიახლე ალბათ მექანიკა ცოტა ისეთი. მე ძალიან მიხარია, იმიტომ რომ მექანიკები ძალიან მიყვარს, მაგრამ მაყურებელმა რო არ იფიქროს, რომ მხოლოდ მექანიკაზე ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა ვისაუბრებთ Volkswagen-ის აი ამ Jetta-ს ავტომატურ გადაცემათა კოლოფზეც და როგორ უნდა მოვუაროთ ავტომატიკასაც და რა უნდა გაითვალისწინოთ, იმიტომ რომ მექანიკაზე მოდი ვაღიაროთ, აი ესე პირდაპირ დიდი მოთხოვნა არ არის, ჩვენ გვიყვარს ძალიან, მაგრამ ბევრს არ უყვარს, ამიტომ მასობრივად ავტომატიკაზეც ვისაუბრებთ, უბრალოდ ყავს მექანიკა, რომელიც მე ძალიან მახარებს რომ მექანიკა. როგორც იცით, დაშლა არ მოშლის პარტნიორია სალიზინგო კომპანია Mogo და დღეს ჩვენ გვეყოლება განსაკუთრებული სტუმარი, გაიცანით, სლაიდერი, Mogo-s მასკოტი, რომელიც დღეს დაგვეხმარება რაღაცების დათვლაში, იმიტომ რომ არის ექსპერტი საავტომობილო კალკულაციებში. გაუმარჯო სლაიდერო. გაუმარჯოს. გავხდი თუ არა Mogo სტილისმა ეგრევე აქ გამოვქანდი. არა, მაგრად მიყვარს თქვენი გადაცემა და გამიხარდა მეც რომ დავიძახეთ. ახლა ბევრი რომ არ გავაგზელო, დავიწყოთ და როგორც კი რამე მნიშვნელოვანის დათვლა დაგჭირდებათ, ეგრევე თქვენთან გავჩნდები. ჰოპ და აკავა. კარგი, ნახოთ როგორ დაგვეხმარები. მივხედოთ შოთა საქმეს. მივხედოთ, დავიწყეთ.
პირველი მისი არის, რა თქმა უნდა, საწვავის ჩასხმა. ამ ვიდეოს და ზოგადად დაშლა არმოშლის ერთ-ერთი პარტნიორი არის სოკარი და ეხლა ზუსტად ჩავასხავთ სოკარის პრემიუმს. რამდენად მნიშვნელოვანია ხარისხიანი საწვავი? ჩემზე უკეთესად იცით, ეხლა დროა ჩავასხათ უკვე. გამარჯობათ. ნანო პრემიუმით გავავსოთ. აპლიკაციაც მაქვს. დიახ. სანამ ჯეტას 50 litrიანი აუზი გაივსება, გეტყვით რომ სოკარის 30-მდე ბენზინგასამართ სადგურზე დაგხვდებათ ბოქსები, სერვის ბოქსები, სადაც შეგიძლიათ დაამატოთ საბურავში წნევა, ან დაამატოთ მაგალითად საქარე მინის საწმენდის აუზში წყალი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ყოველთვის, როდესაც შორგზაზე მივდივართ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხედავთ რომ რომელიმე საბურავში არ არის წნევა, გვიწევს ხოლმე ვულკანიზაციის ზებნა და ეს ვულკანიზაციები ყოველნაბიჯზე არ არის და აქ მარტივად დაამატებ საბურავში წნევას ან წყალს საქარე მინის აუზში. შოთა, დავიწყოთ მოკლედ ჯეტას დაღეჭვა, როგორც გვჩვევია ხოლმე დაშლა არმოშლაში და მე მინდა დავიწყო Volkswagen-ის ფენომენზე ლაპარაკით. ჯერ პირველ რიგში. რას გულისხმობ? სანამ კონკრეტულ მოდელზე და კონკრეტულ აი ამ მანქანის მეხილზე გადავალთ. გულისხმობ იმას, რომ Volkswagen-ს თავისი სახელწოდება ავალდებულებს, რომ იყოს სახალხო მანქანა. Volk გერმანულად არის ხალხი, Wagen არის ავტომობილი. ამიტომ სახალხო მანქანა ეს იყო მისი ფუძე, მისი DNM-ი იყო იმაში, მდგომარეობდა იმაში, რომ ის ყოფილიყო სახალხო მანქანა და იყო კიდევაც, ხო? ღირდა ძალიან იაფი, მასობრივი და შორს რომ არ წავიდე და ბევრი რომ არ ვილაპარაკო, Volkswagen Golf-ი 10 წლეულების მანძილზე იყო ევროპის ნომერ პირველი გაყიდვადი ავტომობილი, ბესტსელერი. სად მივდივარ? მივდივარ Volkswagen-ის კრიტიკამდე. თავიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ Volkswagen-ი არის ჩემთვის ძალიან დასაფასებელი ბრენდი და გული შემტკივა ამ ბრენდზე. Golf GTI და Golf R არის ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ავტომობილები და აი ეს უნდა აუცილებლად მე თქვა, რომ არ ვფიქროთ, რომ რაღაცა ჰეითერი ვარ Volkswagen-ის. არა, პირიქით. კრიტიკა მდგომარეობს ჩემი იმაში, რომ არ შეიძლება Golf-ი დღეს ახალი Golf-ი ღირდეს 30.000 евро საწყისი ფასი. და 10 წლის წინ ღირდა 18 და 20.000 евро. არ შეიძლება ეს აკარგვინებს Volkswagen-ს აი მასობრიობას და იმ თავის DNM-ს, თავის საწყისს, რაც Volkswagen-ს აქვს. ამიტომ მე ვისურვებდი, რომ Volkswagen-ი დაუბრუნდეს, იმიტომ რომ თუ ამას არ გააკეთებს, როგორც ახლა რამდენიმე ქარხანაში შეექმნათ პრობლემა, იქ რაღაცა ფინანსური პრობლემები აქვს, ბიუჯეტებს ვეღარ მოუნდათ უფრო ძვირად გაეყიდათ თავიანთი ბესტსელერი ავტომობილები და საბოლოოდ მიიღეს ფინანსური კრიზისი. შაკო, ეხლა მაყურებელს აუხსნათ, ჩამოუთვალოთ რა არის ამ მოდელის სპეციფიკაციები. ყავს 2024 წლის გამოშვება Volkswagen Jetta მე-7 თაობა. კომპლექტაცია GLI ავტობანი, Black Edition-ი, ამასაც აუხსნი და აქვს ლითი გამოირჩევა. ეს მოდელი გამოვიდა პირველად 2018 წელს. ამერიკაში უწოდებენ 2019 წლის მოდელს. დაფუძნებული არის MQB ბაზაზე, Volkswagen-ის ყველაზე გავრცელებული და მასიური ბაზას, რომელიც სასწრაფო გაადმართლა. ესაც წინაწამყვანი მოდელები უმეტესობა Volkswagen-ის ამ ბაზაზე დაფუძნებულია, მათ შორის SUV-ებიც. კარგი, გასაგებია ყველაფერი. ეს გასაგები არ არის, მაგრამ ეხლა მაყურებლებს მინდა უთხრა, რომ ჩვენ არ გვყავს მარტო Jetta დღეს აქ ამ ვიდეოში, არამედ გვყავს კიდევ ერთი ავტომობილი, რომელსაც ასევე ზუსტად ასეთი კაპოტი ექნება. და ის არ არის Volkswagen-ი. კი, Volkswagen-ის განხილვაზე, როცა ვფიქრობდი, სულ მიტრიალებდა თავში, რა შევადაროთ და რას უნდა შევადაროთ თუ არა თანა პლატფორმელს, თანა კონცერნს, ბიძაშვილს თუ ძმას, რა ვიცი, რა დავარქვათ? Skoda Octavias. აგერ ბატონო. თანაც ამ Skoda-ს ერთი მნიშვნელოვანი სხვაობა აქვს იმ Jetta-სთან და რაც მინდოდა მთავარი, ის არის ამერიკელი, მექსიკელი, ეს არის ევროპელი და ჩეხი. ევროპელი და ჩეხი. მე ვიტყოდი, რომ ამერიკელ მექსიკელს მირჩევნია ევროპელი და ჩეხი. აქედან დავიწყოთ და სხვათა შორის მიუხედავად იმისა, რომ Volkswagen-ი უფრო ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ Skoda-ს იგივე კლასის და იგივე სეგმენტში Skoda-ს ყიდვა გამოდის უფრო სარფიანი. იმიტომ რომ თითქმის ყოველთვის თუ არ ჩავთვლით Fabia-ს და შესაბამის Volkswagen Polo-ს, Skoda უფრო იაფებს. როგორც ახალი ავტომობილი. ყოველთვის ოდნა უფრო იაფი ღირს. მაგალითად, ახალი Golf-ი თუ ღირს 30.000 евро თუ იწყება, ახალი Skoda Scala-ს ფასი იწყება სადღაც 24.000 ევროდან რა. მაგრამ საქართველოში მეორადი Skoda-ები ცოტათი ძვირია. ამას თავისი მიზეზი აქვს, რა თქმა უნდა. თუმცა მაგაზე საუბარი ახლა შორს წაგვიყვანს და მოდი მივხედოთ Octavia-ს და ვთქვათ, რატომ შემოვიყვანეთ ამ ვიდეოში Octavia. ჩვენ არ ვაპირებთ ზუსტად ისე განხილვას Octavia-ს, როგორც
ჯეტასი თუმცა ძალიან ბევრი რაღაცა დაემთხვევა იდეებს და არჩევებს, მაგრამ მაინც რატო შემოვიყვანეთ აი ეს აუხსნათ ახლა მაყურებლებს? მოხარებელს ბევრს აინტერესებს, განსაკუთრებით იმას, ვისაც აინტერესებს ჯეტა, რაც წარმოადგენს ოქტავია და რამდენად ღირს თუ არა ამაში ფულის გადახდა. ეს არის სრულად ევროპული მანქანა, თავიდან ბოლომდე, გათვლილი ევროპის ბაზრისთვის, არ იყიდება ამერიკაში და ამიტომ მისი ხელმისაწვდომობა ცოტა შეზღუდული არის. საქართველოში ვისხედავთ ყველაზე ხშირად, ეს არის შრსს თანამშრომლები, ხო? მაგრამ ერთი კარგი მხარე ამას ისიც აქვს, რომ ამ შრსს გამოცდილებით ვიცით, რომ საკმაოდ გამძლე არის. ევროპიდან თუ ყიდვა ვინმეს უნდა იყიდის უმეტეს შემთხვევაში 99% შემთხვევაში დაუნტვერს. და ამერიკიდან რაც ჩამოდის ჯეტა პირიქით არის უმეტეს შემთხვევაში არის დამტვრეული და გაკეთებული. და ბოდიში სანამ სხვაობაზე იტყვი, ერთ დავამატებ, შესაბამისად აი მაგ ყველაფრიდან გამომდინარე, გამოდის ისე ქართულ რეალობაში, როცა მეორად წყიდულობენ ამასან იმას, რომ შკოდა უფრო ძვირი გიჯდება საყიდლად, ვიდრე ჯეტა. ხო, იმიტომ რომ ეს ჩამოდის დაუმტრეველი, დაუზიანებელი უმეტესად, ის ჩამოყავს დამტრეული და შესაბამისად ის ირღვევა, რომ რეალურად რო შკოდა უფრო იაფი უნდა იყოს ვიდრე Volkswagen-ი და აი ეს არის დარღვეული. ამის თქმა მინდოდა ამის აღნიშნა. კი, ბევრი მაგას ვერ ითვალისწინებს და კიდევ არის ერთი მომენტი, შეიძლება ბევრს უმნიშვნელოდ გონია და ვერ ამჩნევს, იმიტომ რომ ხშირად რაც ვიცი, ჯეტას ყიდულობენ, 2-3 წელიწადში გაყიდიან, შეიძლება ბევრსაც არ ატარებენ და ის პრაქტიკული გამოცდილებიდან არ ყოფნით. არის სხვაობა, მცირე სხვაობა შეიძლება იყოს, მაგრამ არის. ეს არის soft-ში სხვაობა. ის მაინც ამერიკულ ბენზინზეა მორგებული და ის სხვანაირად არის დარეგულირებული, ეს ევროპულ სტანდარტზე და ჩვენთან ცუდი ხარისხის შეიძლება იყოს საწვავი, მაგრამ ევროპული სტანდარტია მას თუ ისე მსგავსებული მაინც არის და განსხვავდება ოქტანობაში ელემენტარულად და დანამატებში ევროპასა და ამერიკას შორის არის სხვაობა. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ჯეტას, რომელიც ჩამოვიდა ამერიკიდან, აქვს ცოტა სხვა პრაშივკა, ხო? ეგ არის. დავიწყოთ ახლა სიმძლავრეების მიმოხილვა. 1.4 კლასიკური წინათაობიდან უკვე გამოცდილი 150 ცხენის ძალიანი EA211 ძრავი გვაქვს. პირდაპირ შეფქვევით. ამას აქვს ინტეგრირებული ინტერკულერი, intake-ში არის ინტეგრირებული, ერთად არის ჩაშენებული. ეს ძრავი 21 წლამდე ეყენა ამ თაობის ჯეტაშიც და 21 წლიდან მთლიანად შეწყდა ამერიკაში ამ 1.4-ის გამოყენება და ჩაანაცვლა 1.5-მა ძრავმა. 1.5 ძრავი საქართველოში ჯერჯერობით პოპულარული არ არის, რატომღაც ქართველებს ეშინია ამ ძრავის, რა უცხო ხილი არის და ძირითადად ყიდულობენ ალბათ უკრაინელები, რუსები, ყაზახები. იმათ მოწონთ პირიქით. ესე იგი 1.4 ძრავები წინათაობაში იყო 6 სიჩქარიან კოლოფთან შეწყვილებული, ხოლო ამ შემთხვევაში ეს 1.4 არის 8 სიჩქარიან აისინ კოლოფთან შეწყვილებული. ასევე 1.5 ძრავებთან გვხვდება 8 სიჩქარიანი აისინის კოლოფი. ეს ფაქტიურად იგივე 6 სიჩქარიანია, უბრალოდ პირველი და ბოლო სიჩქარეები დააგრძელეს და შუაზე გაყვეს საწვავის ეკონომიის გამო და სულუკის სტარტის გამო. წეღან სხვათა შორის ამი ცოტა რო ვიარე, კოლოფი ძალიან კარგია, მაგრამ სიმძლავრე აკლია. ხოლო სიმძლავრის ნაკლებობას ნამდვილად სადაც არ უჩივით, ეს არის 2.0 TSI ძრავი, EA888 სერიის მესამე თაობა. ეს უკვე საკმაოდ გამოცდილ ძრავად ითვლება, იყო 1.8-ც, 2.0 გვაქვს. ამაში ადრე პირველ თაობებში იყო პრობლემა ზეთის კლების და მასიური ჭამის, თუმცა ახლა უკვე ბოლო თაობებში გამოსწორებულია და იმდენად აღარ იგრძნობა. მოკლედ ისეთი დასკვნა გამოაქვს, რომ Volkswagen-ის TSI ძრავებს რაც ჰქონდათ პრობლემები, ამ თაობის ამ ძრავას აღარ აქვს. 2.0-ს მაქსიმალურად შეუმცირეს, უთითრეთ უპრობლემო არის, 1.4 უკვე თავიდანვე პრობლემაა. და რაც შეეხება კოლოფს, DSG კოლოფებს რაც ჰქონდათ ის სიფაქიზე და ზეთის კარგი ზეთის ხშირად ცვლა და ამას თუ არ გააკეთებდით რომ პრობლემური იყო, ეგეც გარკვეულწილად აღმოფრო. კი, 391 სერია გვაქვს აქ, რომელიც soft-ის ეს პერიოდული განახლებებით უკვე ისე დაიხვეწა, რომ პრობლემა თითქმის არ აქვს. კი, ზოგიერთი შეიძლება უხეში მოეჩვენოს ვიდრე ავტომატური კლასიკური გადაცემათა კოლოფი, მაგრამ რესურსი უფრო მეტი აქვს, უკვე აღარ ჭირდება ეს ამდაუცონის გადაცემათა დისკების ცვლა და ეს აპდეიტები და ასე შემდეგ. ანუ გაუმჯობესებიათ როგორც ძრავა, ასევე კოლოფის ავტომატური. კი. მე როცა უყურებ მომწონს ორივე ამ ავტომობილის უკანა დიზაინი, ორივეს აქვს ეს სუფთა გერმანული, ევროპული, მაინც ეს დიზაინი, მართალია ეს მექსიკელ-ამერიკელია, მაგრამ მაინც ორივესი მომწონს. ერთადერთი რაც მიბიძგებს იმისკენ რომ გადავიხარო და ვთქვა რომ ეს უკეთ უფრო მომწონს, არის აი ეს ორი ნაღდი მაყუჩი, რომელიც უყენია. და ეს არის მხოლოდ GLI კომპლექტაციაში, ხო? სხვებს აქვთ დაბალ კომპლექტაციებში არის fake მაყუჩები. კი ბატონო. აქ ეს ორი ნაღდი მაყუჩი მატებს აი
ვიზუალურ თავარ ეფექტს, რის გამოც გადავიხარე მე უფრო ჯეტასკენ. და მთავარი, როცა მანქანასთან პირველ შეხებას იწყებ, გასაღების გინდა? კი ბატონო. შეხედე. შკოდას გასაღების დიზაინი ბევრად უფრო ეფექტური, მდიდრული და უკეთესია. რეალა, სოლიდური, აშკარად პრემიუმ კლასის. ორი აზრი არ არსებობს. და ხელში როგორც ასიამოვნებელს. კი ბატონო. იქ უბრალოდ პლასმასია. წავედით ახლა, მიუჯდეთ საჭეს. აი, აჰა, აქ რა მოგიყვანა შემადლიანო შენა. როგორ მიყვარს. ხანდახან ტყილავს თავ ხო იცი? რატო? აი, ტყუილ არ ჭირდება, მაგრამ აი ცისფერფებში რა ხო იცი? არ მჭირდება, მაგრამ მაინც მოახსო. ტყუილად ვრთავ ხანდახან, არ ჭირდება გადართვა, მაგრამ გადავიტან მესამეში, გადმოვიტან მეორე რაღაცებს მაიმუნ. ერთი შეხედვით მომწონს, ეთყობა აქ უკვე ეს Volkswagen-ის სტილი, მინიმალისტური, ოღონდ არა ისეთი მინიმალისტური, რომ არაფერი არ აქვს. პირიქით მინიმალისტურში გულისხმობ საადა, სუფთა, გასაგები, ყველაფერი მარტივად მისაგნები, მასალების ხარისხი ამ კლასისთვის ახლა ოკეია, რაღაცა გადასარევი არ არის, ჯეტას რაც მოეთხოვება, მე მგონი მაგ კლასისთვის ნორმალური მასალებია. ეს გრაფიკა ძალიან მომწონს, ძალიან ბევრ ამაზე ძვირადღებულში არ არის ხოლმე ესეთი გრაფიკა, შეიძლება სიტყვი. Golf 4-ის მერე ფაქტურად ყველა Volkswagen-ის დიზაინი იყო ფაქტურად ერთნაირი. აი გვერდზე კარების ისინი ზოლები ემჩნეოდა რომ ზარმაცი დიზაინერის გაკეთებული იყო. ხო. ყველაფერს ახალს ინოვატორულს და განსხვავებულს იყენებდნენ პრემიუმების იტოვებდნენ Bentley-ისთვის და Audi-ისთვის. სიარულს რაც შეეხება, ეხლა მე მაქვს კომფორტის რეჟიმში და ძალიან მინდა ვცადო სპორტი, თუმცა უკვე ვხვდები წინასწარვე, რომ მე ამ მანქანის ფანი ვერ გავხდებოდი. საწარებლად ცუდი არ არის, მაგრამ ვერ გავხდებოდი, როცა ვიცი მე როგორ დადის გოლფი. Golf GTI როგორ დადის. შეუძლებელია რომ აი ამას გულისხმობდი, ზონდონ ეს რო აკეთებს გადართვას. შეუძლებელია რომ ამ ფანი გავხდე ჯეტასი. თუმცა ამ კლასის სედანისთვის ალბათ ხო, რეჟიმები აქ გვაქვს 4 და კიდევ არის მოხმარებლის მიერ კასტომი, ეკო, კომფორტი, ნორმალი და სპორტში გადავიტან ეხა. ხმა მოემატა აშკარად. ფერი შეიცვალა. მთელი განათება გვეყენა წითელზე გადავიდა. აი მაინც. მაგრამ საჭე გახისტდა თქო ვერ ვიტყვი. ვერა მაგას. არა, ხმა მოემატა, მაგრამ უფრო რაღაც ხელოვნური ხმა აქვს, ნახე? კი, იმიტომ რომ აქ ბიცის აუდიო სისტემა აყენია და სინთეზირებული ხმა არის, არ არის ეს ბუნებრივი ხმა, დინამიკები აძლიერებს და ხელოვნურ ხმას მირჩევენ საერთოდ არ. ძალიან, აი ძალიან სულ ხეში. ხელოვნური. არაფერი ისეთი. ხო, ანუ ეხლა ნახე, თუ არ ხარ მაინც და მაინც მექანიკის ფანი, აი ეს ჩემნაირად არ გიყვარს მექანიკა. მე ხარ DSG-ს, ანუ DSG ავტომატიკას, მაინც მექანიკას ვამჯობინებდი, იმიტომ რომ გადართვები მომწონს. ჩემი დასკვნა ეგეთია, რომ ჯობია მაინც ის DSG იყიდო. მით უმეტეს შე როგორც თქვი, აღარ არის DSG, DSG ავტომატური გადაცემათა კოლოფი Volkswagen-ის ისეთი ფაქიზი და ისეთი პრობლემური როგორიც იყო და სისწრაფეში და აჩქარებაში ძალიან კარგია. ყოველ შემთხვევაში მექანიკას ბევრად უკეთესად ბევრად სწრაფად ვერ აჩქარებ და ბევრად სწრაფად ძალიან კარგია. DSG დახვეწილი არის, ხა პირველ მეორეში დაძვრისას რაღაც ცოტა უხეში დაძვრა შეიძლება კონდეს. სწრაფად ხტავს პირველ მეორეში. და ისეთი კომფორტული არ არის და რბილი, როგორც აი ისინის თუნდაც 6-იანი 8-სიჩქარიანი კოლოფები იყოს. ხო, ამიტომ მარტივ ირჩევა პირდაპირ, თუ მაინც და მაინც აი ეს არ გსიამოვნებთ, როგორც მე, DSG აიღეთ, იმიტომ რომ აღარ არის ისეთი პრობლემური და ისეთი ფაქიზი, როგორიც იყო. შოთა, მოდი ახლა ვილაპარაკოთ ამ მანქანის ფასებზე და იმაზე, რატო უნდა უნდოდეს მან ადამიანს ჯეტას ყიდვა, ან რატო არ უნდა იყიდოს მან ჯეტა. პლუს მინუსები მოკლედ შევაჯამოთ რა. ეს მანქანაც იყიდება, არის ამერიკიდან ჩამოყვანილი
აქვს გარბენი რამდენი აქვს? მომენტში აქვს 13800-მდე კილომეტრი. 13800-მდე კილომეტრი აქვს გარბენი, ეს მანქანაც იყიდება და მფლობელი, რომელსაც აქვე დიდი მადლობა იმისთვის, რომ გვათხოვა ეს მანქანა დაგვითმო აფასებს $20,000-ად. 2024-იანია. ღირს თუ არა ამდენის გადახდა და შენ რა სიტყვა რატო კი ან რატო არა? პირველი ის რომ ეს არის GLI ავტობანი, ასე დავკონკრეტ გამეორდები და მაქსიმალური კომპლექტაცია და ეს კომპლექტაციები ეგრე ღირს. წლოვანება ძალიან ახალია, ზუსტად 2 წლის არის. გარბენი მინიმალურია და ამ გარბენით მე რაც ვნახე განცხადებები გადავხედეთ, ფაქტობრივად არც მეორე ვერ ვნახე, ახლოსაც კი და ფაქტობრივად ახალი მანქანა არის. მოდი ახლა სლაიდერი გავიხსენოთ, მოგოს მასკოტი და დაუშვოთ კითხვა. მიდი. სლაიდერი. აბა დაგვითვალე ახლა რა დაგვიჯდება ასეთი ჯეტას გამბაჟება 2024 წლიანის. Volkswagen ჯეტას გამბაჟება 2 და 0 ძრავით. აბა რას გვითხოს? ეგ დაგიჯდება 3590 ლარი. ეგ არის. დაგვითვალე რა გინდა. მადლობა. Danke schön. მოგოს მასკოტს. კიდე გვექნება შენთან კითხვა, დაგიბრუნდებით ისევ. მოგოს მასკოტი კარგია, მაგრამ ქართულად მოგოს თილისმა, ა? კარგი, სანამ საცობში ვარ და სანამ დაგვაღამდა, უკვე ბნელდება და აი ეს განათებაც იმიტომ გვაქვს აქ ანთებული რომ მეტი სინათლე იყოს კამერაში. მოგოს მასკოტ სლაიდერთან მაქვს კიდევ ერთი კითხვა. სლაიდერ ძვირფასო, გვიპასუხე ასეთ კითხვაზე. მოგო არის ავტოლიზინგის კომპანია, ლიზინგის პიონერი საქართველოში და Volkswagen Jetta 2024 წლის აი ესეთი გარბენით და ესეთი მდგომარეობით უკულიზინგის სანაცვლოდ რა თანხა შეიძლება მივიღოთ? ანუ უკულიზინგი არის იგივე, როგორც ხალხში ეძახიან ავტო ლომბარდი, ხო? და მაინტერესებს რა თანხას მივიღებდით აი ამ ჯეტას სანაცვლოდ. აი ასე ჯეტაში, ხო? 46-დან 50000 ლარამდე მიიღებ ეგრევე. აი ზუსტად 15 წუთში. ესეც დაგვითვალა. მადლობა. ასაგები. მოდი წვაზე ვისაუბროთ. საწვავის ხარჯზე. რა უწერია ქარხნულად გაიხსენე? მექანიკას ქალაქში უწერია 9 ლიტრა და ავტომატიკას თუ ვარდები სადღაც 9 ლიტრი თუ 1 ლიტრით მეტი. მოდი 800 სიჩქარიანს 6 მაქსიმალურად ეკონომიურია. ნუ მცირე სხვაობები შეიძლება იყოს 9 ლიტრის სხვაობა. ძალიან მცირე სხვაობები, რომ DSG არის ძალიან ეკონომიური ავტომატური გადაცემათა კოლოფი, მოდი ვთქვათ ესეც. და DSG არის რეალურად ავტომატიზებული მექანიკური კოლოფი, ხო? ესეც ვთქვათ, ფაქტობრივად რობოტის სისტემა აქვს, ხო ეგრეა? ორქუროიანია ის ავტომატიკა და არის ეკონომიური. ამიტომ დიდი განსხვავება არ არის. ავტომატიკას თუ იყიდით 9.5 უწერია ქარხნულად. ჩვენ რეალობაში, ჩვენ დღეს ბევრი სპორტით ვიარეთ, ძალიან მკვდარ საცობში ვიარეთ, დაახლოებით საათნახევარი. ანუ ფაქტობრივად ეგ იყო მაქსიმუმი შოთა, ხო ეგრეა? მოდი ამას გამოვთვალ. ეგ იყო მაქსიმუმი, რაც შეიძლება დააწვევინო ქალაქის რეალობაში და ცოტა ქალაქგარეთ რეალობაში. თუ მოინდომებ რომელსაც დააწვევინებ რაღაცა ბოლომდე თუ გაუყრი მარჯვენა პედალს და აღარ აიღებ ფეხს, მაგრამ ეს იყო ძალიან კატასტროფულად ესეთი რეჟიმი რა, საათნახევარი საცობი პლუს სპორტის რეჟიმი პლუს ყველაფერი. და გამოვიდა 14 ლიტრი. ხო ეგრეა? 14 დაგვიწერა ბორდ კომპიუტერმა. თუ ესეთ უბედურ საცობში არ მოგიწევს ციარული, 14 არ იქნება. წვის დიაპაზონი შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის დაახლოებით ქალაქში 9-დან დაახლოებით 11-12, ხო? ესეა. ეგრე შეგვიძლია ვარავით. როგორც ავტომატიკა, ისე მექანიკა. ავტომატიკა ოდნავ უფრო მეტს წვავს, 9 ლიტრით დაახლოებით. ესეც ამბოლის სერვის ცენტრი, ამბოლიც არის დაშლა არმოშლის ერთგული პარტნიორი და რა თქმა უნდა მოვიდით ისევ ამბოლის სერვის ცენტრში და უნდა ვისაუბროთ ჯეტას სერვისის დეტალებზე. დავიწყოთ ძრავით და ძრავის ზეთით. კაი, გადავიდეთ. ახადე. TSI ძრავა და ჩვენ თქვით უკვე რომ ეს აღარ არის ისეთი ფაქიზი და ისეთი პრობლემური როგორც იყო ადრე, მაგრამ აქვე აუცილებლად ვთქვათ რომ თუ გვინდა რომ ეს TSI აგრეგატი იყოს
ხარისხიანი გამძლე და გვემსახუროს დიდხანს, უნდა ჩავასხათ ის ზეთი, რომელიც ჭირდება მას. შენ ხელში გიჭირავს უკვე მობილი, რომელიც არის ამბოლში და წარმოგვიდგინე ახლა და აგვიხსენი ზეთის დეტალები. ეხლა მე აქ ხელთ მაქვს ზუსტად 6 ლიტრი. ამასთან ერთად. ფაქტიურად ერთი ზეთის შეცვლის სამყოფი, ვინაიდან ამაში ჩადის 5 და 7 ლიტრი მოცულობის ზეთი, ყოველ შეცვლაზე. 5 და 7. 5 და 7 და გადავიდეთ დაშვებებზე. დაშვებით ამას ჭირდება უკვე ულტრა თხელი საწვავის დამზოგავი 0W20 სიბლანტე. კი ბატონო. რაც ცოტა არატრადიციულია გერმანული მანქანისთვის. კი ბატონო. მაგრამ ეს ამას მოითხოვს ეკოლოგია, გავხსნათ. დაშვებას რაც შეეხება, ამას ეწოდება long life მე-4. Volkswagen-ს აქვს ეს სხვა კატეგორიები long life, long life მე-2, long life მე-3 და long life მე-4 და აღნიშნული არის ზუსტად წინ ძრავის წინ ეს კონკრეტული დაშვება რა უნდა ჩაისხას. ზეთი ცოტა თავისებურია, განსაკუთრებულ ხარისხს მოითხოვს. თუ მინდა რომ ამ ძრავმა მართალია უკვე გამძლე გახდა და დახვეწილი, მაგრამ ზეთსაც უმაღლეს ხარისხს მოითხოვს. და ეს ზეთი სპეციალურად შეღებილი არის მომწვანო მოლურჯო ფრად. ანუ ეს შემთხვევით არ არის, აქ არის სპეციალური შემადგენლობა, სპეციალური დანამატი და ამ საღებავით არის აღნიშნული, რომ ეს ნამდვილად ორიგინალი დაშვების ზეთი არის. ანუ მოკლედ რომ შევაჯამოთ, ეს მობილი, რომელიც არის ამბოლში, არის ზუსტად ის, რაც უნდა ამჯეტას, ხო? 0.20, მაგრამ არა მარტო 0.20, არამედ აი ეს დაშვება, რასაც შენ ისაუბრე და რაც პირდაპირ აწერია აქ. და მე როგორც ვიცი, შენ გაქვს ერთი ისტორია ზეთთან დაკავშირებით. შოთამ შეაცვლევინა ვოლფსბურგელებს, მოგეხსენებათ Volkswagen-ი არის ვოლფსბურგიდან. ზეთის დაშვება და როგორ შეაცვლევინა ახლა ეს მოგვიყევით. შეიძლება ეგრეთ შეითვალოს, ვინაიდან ეს ისტორია დაიწყო 2011 წელს. მაშინ ჯერ კიდევ ზეთებში მუშაობდი და შევამჩნიე, რომ რაღაც ვერ იყო Volkswagen-თან წესრიგში. Volkswagen-ს აქვს ესეთი დაშვებების კატეგორიები დაყოფილი: long life-ი, long life მე-2, long life მე-3 და მე-4. პირველი მეორე თაობა იყო კონკრეტულად დიზელის ძრავებისთვის გათვლილი. მაგრამ ამ პირველ თაობას ის იყო 5W40 სიბლანტე. ასხავდნენ ბენზინის ძრავებშიც. და ეს დამაინტერესა და უბრალოდ გერმანულად მივწერეთ ვრცელი მეილი თავად ვოლფსბურგის სათავო ოფისის კლიენტთა მომსახურების ერთ სერვისს. ეგ როგორც ჩანს ოპერატორმა გადაამისწავლა თავიანთ ინჟინერებთან და მართლაც ერთ დღეს ერთ-ერთმა გერმანელმა დოქტორ ინჟინერმა, აღარ მახსოვს სახელობა ზუსტად, მომწერა მეილი მთელი თავისი დასაბუთებები, კაი დიდი მეილი იყო რა, მოკლედ რომ არაო ჩვენ ესეთი სპეციალური კვლევები რო ჩატარებულიო, ჩვენ ამას ვეფუძნებით, ესე ვასხავ ზეთებს და ასე და შემდეგ და შენ ვის დაკარგვი ხარო, ჩვენ მართლები ვართო, ხო? და გავიდა ალბათ 7-8 წელი, სადაც 2018 წელს Volkswagen-მა ზუსტად მე რაც მიწერა სიტყვით გამოსცა გლობალური სერვის ბიულეტენი და ეს დაშვები გაყოს ცალ-ცალკე. და თქვა რომ ესო არ შეიძლება ეგრევე ვთქვათ. ანუ შეიძლება რა თქმა უნდა ცოტა გადაჭარბებულია იმის თქმა რომ შენ შეაცვლევინე, მაგრამ ფაქტია რომ იმ წლების მერე მიხვდნენ იმას, რასაც შენ მიხვდი 7 წლის წინ და გააკეთეს ის, რაც შენ შესთავაზე. საზოგადოებაში, მომხმარებლებში მიღებული არის ანტიფრიზების კლასიფიკატორად გამოყენება Volkswagen-ის ეს ნომენკლატურები, G11, G12+, G13 და ასე შემდეგ ეძახიან სხვა სახელებს. ეს აღნიშნულიც არის ხოლმე ხშირად არის წაწერილი მეტსახელად ეს G12 აწერია მაგალითად ჩასასხმელ აუზზე. ეხლა წაშალს როგორც მიხვდნენ, რომ იმიტომ ბევრი ეშლებოდა და უახლოეს თაობაში ასხოდნენ ძველი თაობის G12-ს. და G12 იყო ექსპერიმენტალური, რომელიც 1 წელი გამოდიოდა. მიხვდნენ რომ არ ვარგოდა, მე ჩანს G12+-ით, მე 2+-ით, მე G13. თუ ცოტა ალბათ ეს იყო 20 წელს 7 იანვარს თარიღი ოფიციალური წერია. G13 აგზავნეს მაგალითად ნებისმიერ Volkswagen-ში ჩასხმა. ეს იყო გლიცერზე დამზადებული ანტიფრიზი, რომელმაც არ გაამართლა, მიხვდნენ და შექმნეს ახალი თაობის G12 Evo, რომელიც სავალდებულო უკვე ამ თაობის Volkswagen-ების და ასევე წინა თაობებშიც. მაგრამ ეს გამოვიდა იმდენად დახვეწილი და უნივერსალური, სულ ძველ თაობას ლუჟი G13 ვარსებდა, იქაც კი შეიძლება ჩაისხოს. და ამას ხავს ასე Mercedes და BMW-ც კი. და ჩვენ წინა ერთ-ერთი Mercedes-ის გადაცემაში გვაქვს ეგ ჩვენ ზუსტად ეს ანტიფრიზი, რომელიც აქვს ამბობს. და შეუძლიათ უკვე უციკიდის 2018 წლის მერე გამოსულ მეშვიდე თაობის ჯეტას დაუფიქრებათ არანაირ G13 და არაფრის სხვა ანტიფრიზი არ ჩაასხან და ჩაასხან აუცილებლად ორიგინალი სპეციფიკაციის ორიგინალი შემადგენლობის G12 Evo. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებით არა მარტო ძრავის ზეთი, არამედ ანტიფრიზიც ზუსტად ის რაც ჭირდება, ძალიან მნიშვნელოვანია. შენი სფეროა ეგ შოთა, შენი მთავარი გატაცება აკუმულატორები. და დიდი ხანია ბავშვობიდან. ხო და ჰაბურთი და ჰამოედანი გამოუშვი ხა. ძალიან საინტერესო არის ახალ Volkswagen-ებში აკუმულატორების თემა და ამ მოდელში. ვინაიდან აქ უკვე ახალ მოდელებში ხშირი არის stop-start სისტემა, რომელსაც ჭირდება უკვე განსხვავებული ტექნოლოგიის აკუმულატორი. როგორც არის EFB. ესე იგი, აქ start-stop სისტემიან მოდელებს
უხენიათ მინუსზე ეგრეთ წოდებული ჭკვიანი კლემა ან მონიტორინგის სისტემა არის, რომელიც აკონტროლებს დატვირთვის დონეს. შეცვლის დროს ჭირდება ამას განულება, როცა ახალი აკუმულატორი დგება, ახალი განულება, რომ სწორი დენის, სწორი მუხტი მიეწოდოს და არ გადახურდეს, ან არ გაფუჩეს, არ დაიშალოს. შესაძლოა რას შევშოვოს საქართველოში. აყენებენ აგენტს, ან აყენებენ ჩვეულებრივს, რომელსაც კიდე სხვანაირი რეჟიმი ჭირდება. და ხშირად ნაადრევად გვჭდება ამის გამო აკუმულატორი და ბევრი სერვისმა უბრალოდ ამის შესახებ არც იცის და არც აკეთებენ. ამიტომ ვისაც უნდა რომ აკუმულატორი იმუშაოს 7-8 წელი, ან თუნდაც 10 წელი, აუცილებელი არის ისეთ გარკვეულ კვალიფიციური სერვისში მიმართო. ამ ბოლოში მე როგორც ვიცი, ამას თითქმის ყველა სერვისი აკეთებს, ფაქტურად ყველა სერვისი. AGM-ის სასურველი არ არის, თუმცა დასაშვები არის გარკვეული პროცედურების გამო, კომპიუტერთან მოხდეს კოდირება და გადაკეთება AGM-ზე. პირდაპირ ამოიღო ERP და ჩადგა AGM-ი, ან ქართული ERP. მაგალითად, წეგანი Škoda Octavia-ში ეყედა ზუსტად ბანერის წარმოების ავსტრიული აკუმულატორი. ERP ეყენა ზუსტად და აი ეს რომ ამოიღო და AGM-ი ჩააყენო, იმ AGM-მა შეიძლება უარეს უფრო მოკლე ხანი იმუშაოს. და გაფუჩნდეს ამის გამო უფრო ძირითადებული აკუმულატორი. რთული манипуляციები საჭირო და უკვე აღარ მოხდეს მარტივად ამოიღე ჩააყენე. აქ კომპიუტერული ჩარევა საჭირო ხშირად. ეს ყველაფერი რაც ილაპარაკე მგონი ეხება ძირითადად მაინც სტარტ-სტოპიანებს, ხო? და მე სხვა შორს ძალიან გამიკვირდა, რომ ამ ჯეტას არ ქონდა სტოპ-სტარტ სისტემა, რომელიც გაჩერებისას ავტომატურად თიშავს ძრავს და მე ქოქავს, იმიტომ რომ რეალურად ეს ევროპაში უკვე ძალიან სავალდებულოა, მაგრამ ამერიკაშიც, ამერიკიდანაც ჩამოდის ესეთი მოდელი, რომელსაც აქვს ეს სტარტ-სტოპი, ხო? ხო ესეა? ხო და ჩემი კითხვა მდგომარეობს იმაში, რომ ამ მანქანას, რომელსაც არ აქვს სტარტ-სტოპი, ჭირდება EFP? ამ მოდელის მსგავს შემთხვევებში სავალდებულო არ არის. თუმცა ერთგვარი აპგრეიდი იქნებოდა და გაუმჯობესება იქნებოდა. ამით ეს EFP აკუმულატორი უფრო მეტხანს იმუშავებს. ხოლო stop-start სისტემიან მანქანებში იქ უკვე სავალდებულოა აუცილებელი პირობა. და აქვე დასასრულისთვის ვიტყვი, რომ ამ ბოლში სადაც ექსკლუზიურად შეგიძლიათ შეიძინოთ Duracell-ის ბრენდის ავსტრიული წარმოების აკუმულატორი. გარანტია ექნება იმის მიუხედავად აქვს start-stop სისტემა თუ მის გარეშე არის 5 წელი. გადავიდეთ მუხრუჭებზე და კონკრეტულად ხუნდებზე. რა არის ეს ტექსტარი? ვაგჯგუფისთვის სამუხრუჭე სისტემა საკმაოდ კომპლექსური თემა არის. თავიანთი მოთხოვნები აქვს. და რა კი Volkswagen-ზე საუბრობთ, ბარემ ტექსტარზე ვისაუბროთ, გერმანულ ტექსტარზე, ხო? და აი ეს არის ის ხუნდები, რაც ყველაზე მეტად დააკვდება თუ შეიძლება ესე თქვას ჯეტას, ხო? გერმანული Bremsbeläge აწერია აქ. უკვე ნიშნავს რომ გერმანულია. და მეორე რა გვაქვს შოთა? ეს არის ტექსტარის ახალი ხაზი, რომელიც ახლახან შემოიტანა ამბოლმა სპეციალურად იაპონური წარმოების ავტომობილებისთვის. ეწოდება APAD და რა არის ამის უპირატესობა? არის უფრო ჩუმი დამუხრუჭებისთვის და უმტვერო, მტვერს არ გამოყოს ნაცვლად. დისკებს არ აშავებს მაგრამ. უფრო ჩუმი რო იაპონურებს ჭირდებოდათ. მაგიტომაც გააკეთეს. მეტყობა ჭირდება. და სამუხრუჭე სითხეზე უნდა გეთქვა რაღაც. მე მგონი სხვანაირი დაშვება ჭირდება უკვე ამ ჯეტებს, ხო? ეს ახალი თაობაა და როგორც დანარჩენ MQs ბაზაზე დამზადებულ მოდელებს, ამასაც უკვე ჭირდება ახალი თაობის განსხვავებული სამუხრუჭე სითხე. ეს ჩვეულებრივი DOT4-ისგან უფრო თხელი არის, ეწოდება DOT4LUE, უფრო მაღალი დუღილის ტემპერატურა აქვს და შეცვლა ჭირდება ზუსტად კონკრეტულად გერმანული პედანტიზმით. შევეხები უკანა ხუნდებსაც აქ გვაქვს ელექტრომუხრუჭი, ხელის მუხრუჭი, რომელსაც ასევე კომპიუტერული ჩარევა ჭირდება და ეს აღარ მოხდება ეს მექანიკურად ჩაჭერებით და გადაჭერებით და ეს ჩაპრესვა. კარგი, წავედით ნელ-ნელა დამთავრებისკენ. დავხუროთ ზრავის ხუფი. ეს მანქანა არის ფაქტობრივად ახალი. კარბენი აქვს 13000 კილომეტრი და ზეთი არის ერთხელ შეცვლილი გამოშვების მერე, ამიტომ ამ მანქანას არაფრის შეცვლა არ ჭირდებოდა და ამიტომაც არ ვუცვლით არაფერს და გადავიდეთ პირდაპირ დასკვნაზე. ბევრი ვიფიქრეთ თუ ცოტა მივედი ასეთ დასკვნამდე. ამ მანქანას და ზოგადად Volkswagen-ს სადღერძელოში უნდა ვუთხრა ეგეთი რამ, რომ დაუბრუნდნენ თავის ტრადიციებს. ტრადიციები მინდა უძღეგრძელო, იმიტომ რომ ბოლო დროს აშკარად ღალატობენ, რაც დასაწყისშიც აღვნიშნე. Volkswagen-ი, როგორც სახალხო მანქანა, მისი სახელწოდება როგორც გვეუბნება, უნდა იყოს სახალხო ბრენდი და უნდა იყოს ხელმისაწვდომი, არა უფრო უნდა ღირდეს იაფასიანი ვერ იქნება, მაგრამ უნდა იყოს ხელმისაწვდომი. ამიტომ რამე მოიფიქრონ, არ ვიცი, გაათავისუფლონ მარკეტინგის ხელმძღვანელები, ნუ ეყოლებათ 500 მარკეტინგის ხელმძღვანელი, ან დააკლონ ხელფასები. მოუმატონ ინჟინრებს, უფრო მეტი ათქმევინონ ავტოინჟინრებს, დაუბრუნონ მათ თავიანთი სიტყვა და მიაღწიონ ფასის დაკლებას არა ხარისხის ხარჯზე, არამედ რაღაცების ხარჯზე, რასაც აქამდე ფულს ხარჯავდნენ.
და აღარ მოუწევთ ქარხნების დახურვა, პირიქით გახსნიან ახლებს და დაიბრუნონ ის, რაც Volkswagen-ია. შეიძლება ერთი დავამატო? აუცილებლად. თუ კი ფესოს უნდა დაუბრუნდნენ, ბარემ ჯავშა ტექნიკის წარმოებას ვარ დაუბრუნდნენ, ამათი ბოლო მე მგონი ეგ იქნება. სამხედრო წარმოებას? არ ვიცი. მე მანქანების მოყვარული ადამიანი ვარ და მირჩევნია მანქანების წარმოებაში ჩადონ მთელი თავიანთი რესურსი იმ საქმეში, რაც მართლა კარგად გამოსდიოდათ. მომავალ დაშლა არ მოშლამდე.